ვარჯიშის შემდგომი პირველი შეგრძნება არის ის, რომ აი რაც არ უნდა ცუთხასიათზე იყო, რაც არ უნდა აფორიაქებული იყო, აი რაღაცნაირად აი ეს ამღვრეული ტვინი იწმინდება და ვარჯიშის შემდგომი შეგრძნება არის დამაჯილდოვებელი შეგრძნება. რაღაცნაირად ის რომ ერთი რომ რაღაცა გადალახე ის რაც სიზარმაც ესე ბრძოლე, სისხლი აჩქარე, ანუ სისხლის აჩქარება ზოგადად რაც ხდება ფიზიკური აქტივობის დროს და გულის აჩქარებაც ძალიან ბევრ კარგ პროცესს ძრავს სხეულში. მათ შორის 5 უმთავრესი ჰორმონი გამოიყოფა ვარჯიშის და ვარჯიშის შემდეგ ტვინში, რომელიც ეს არის ნეიროტრანსმიტერები და მნიშვნელოვანი არის და პასუხისმგებელი არის ჩვენი ტვინის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ჩვენს мотивაციაზე, ჩვენს ენერგიაზე ზრუნავს ფიზიკური აქტივობა, მეტაბოლიზმის შენარჩუნებაზე, რომ იყოს ნორმალურ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, მთელი ჩვენი შუახნის ასაკით და შემდეგ. აქ არ არის მარტო ახალგაზრდებზე საუბარი, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ადამიანმა უნდა იზრუნოს თავის სხეულზე, არა ემოციური მომენტისთვის, არამედ შორს რო გაიხედოს, ხო, ანუ როგორ ხვდებით აი ამ შემდგომ წლებს, ასე ვთქვათ.